და კვლავ დავბრუნდით ეთერში. მინდა მივესალმო იმ მაყურებელს, რომელიც ახლა შემოგვიერთდა და ჩვენ პირდაპირ ხაზზე ვყავს ჩვენი მეგობარი ბატონი გიორგი ფოფხაძე. როგორ ახარ გიორგი? ახლა გეტყვება. გიორგის რო ურეკავ ხოლმე მაყურებელსაც და აგერ ბატონ გოჩასაც ვეთქვი, რო ურეკავ ხოლმე მეთქი როგორ ახარ მეთქი გიორგი გადასარევად. ეს არის ერთადერთი კაცი, ვისაც მე ურეკავ და არის გადასარევად. ყველა ვისაც ვეკითხები როგორ ახარა, ნუ ღმერთის წყალობით, რა ვიცი, არა მიშაოს და შეგავებულად არის. კი, მარტო გიორგია ღმერთმა სულ გადასარევად გამყოფო ზმაო. ბუხრანის ლექსი გავიხსენე დღეს მე და გიორგი ეხლა რო კაცი კარგად იქნება. რა შვები გიორგი როგორ ახარ? რა ვიცი უყურებ სოფლიოში საკიჟეთს და რადრე ჩვენთან იყო და ეხლა თელ სოფლიოშია საკიჟეთი. ნუ ჩვენი ძულებულები ვართ რომ შევეხოთ როგორც შიდა პოლიტიკურ პროცესებს, ასევე საგარეო პოლიტიკურ პროცესებს და ეხლა გერმანიაში ტარდება რაღაც აქციები, გამოსვლებია გარეთ, როგორც მემარჯვენე ოპოზიცია ატარებს აქციებს, ასევე მემარცხენე ოპოზიციაც ატარებს აქციებს. მაგრამ რამდენადაც მე ვიცი, მერცმა უნდა დააკომპლექტოს 6 მაისს უნდა დააკომპლექტოს კაბინეტი. და ასევე რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, მე მგონი მხოლოდ 17-დან, ხო 17 სამინისტროა. 17 სამინისტრო აქვს და 5 მინისტრია მისი პარტიიდან. ხო და მაგას 5 მინისტრი ერგო მერც, მაგრამ რაც მან სამინისტროები წამოიღო, აი რა მინდა რომ გკითხო და ამ თემას მინდა რომ შევეხოთ, იმიტომ რომ ჩვენთვის ეს საიმდა მაყურებლისთვისაც საინტერესო იქნება ეს თემა. ცოტა ხნის შემდეგ უკვე ავხსნი რატო. ანუ მერცმა წაიღო, ესე იგი განათლების სამინისტრო, ჯანდაცვა წაიღო, ანუ საგარეო, ეკონომიკა წამოიღო. კი, ესე ვთქვათ, ჰუმანიტარული ინსტიტუცია არის მის ხელში. არც ერთი ძალოვანი მას არ წაუღია, ხო ასეა. ეკონომიკას მე მგონი არის ნამდვილად. არც ერთი ძალოვანი მას არ წაუღია. ანუ გიორგი, სანამ ჩვენს ჩავერთვებით, გოჩას ჩაერთვა, მანამდე შენი აზრი მაინტერესებს, მაინც მან ცხოვრობ. და უფრო კარგად გესმის ეს შიგნიდან, ევროპის შიგნიდან. ანუ ეს რას ნიშნავს? ჩვენთან, შენ კარგად იცი, როდესაც ხელისუფლებაში მოდის რომელიღაც პოლიტიკური ძალა, ბუნებრივია ყველა სამინისტრო მისია, მაგრამ თუ კი კოალიციაზე მიდის საუბარი, ყველა ცდილობს რომ ძალოვანი წაიღოს. იმიტომ რომ კი ჩვენი სახელმწიფო, ნუ ეგრე რატომღაც ეგრე ითვლება, რომ სახელმწიფოს მართავ მაშინ, როცა მართავ ძალოვნებს. ეხლა წარმოიდგინე, რომ კაცი არის კანცლერი, მას შეუძლია რომ წაიღოს ძალოვანი, იმიტომ რომ ის ქმნის კოალიციას, მაგრამ მას ძალოვანი არ ჭირდება. დემოკრატიულ ქვეყანაში ცოტა სხვაგვარადაა. ეკონომიკა დემოკრატიულ ქვეყანაში ეს არ არის საჭიროება ამის ძალოვნების. ჩვენ გვახსოვს ბელგიაში ეხლაც ესე არის, რომ ბარტ ვებერი ენვეადან ულტრამემარჯვენეები მოვიდნენ და თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრი არ არის ბარტ ვებერის პარტიიდან, ენვეას პარტიის წარმომადგენელი. გახსოვს გოჩა ისრაელში ხშირად ვიცევს ხოლმე განცი არ იყო ეს რა ქვია, არასოდეს არ ყოფილა ნეტანიაჰუს პარტიის წარმომადგენელი, არც ერთი წინა თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრი არასოდეს არ ყოფილა ეს რა ქვია მართველი პარტიის წარმომადგენელი და საერთოდ ისრაელში საოცრება ხდება ხოლმე, შესაძლებელია თუ პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა, მეორე ადგილზე გასულმა პარტიამ ჩამოაყალიბოს ეს რა ქვია სამთავრობო კოალიცია, ხო? ანუ დემოკრატიულ სისტემაში გიორგი არ არის არანაირი საჭიროება იმის, რომ ჩვენ არის და მაინც ძალოვანი სამინისტროები არჩევნებში გამარჯვებულმა პარტიამ და კოალიციის შემქმნელმა პარტიამ ჩაიგდოს ხელში და იყოს ეს. ამიტომ მე მინდა რომ ჩვენმა მაყურებელმა გაიგოს ეს, ანუ ბევრ მაყურებელს ეს ესმის, ბევრმა შეიძლება არ იცის, თქვათ ან არ ესმის
და მინდა რომ გაიგოს, რომ ნორმალურ და ნამდვილად დემოკრატიულ სახელმწიფოში ძალოვანზე კი არ კეთდება აქცენტი, არამედ აქცენტი კეთდება ამ მომრჩეველზე, რომელიც შენ ხმას გაძლევს რაღაცის გამო, აი და ეს რაღაცა არის იმ პროგრამის ნაწილი, რომელსაც შენ სთავაზობ, როდესაც მოდიხარ ხელისუფლებაში და მე ასრულებ იმ შემოთავაზებულ და იმ პროგრამას, რომლის გამოც შენ ხალხმა მოგცა ხმა და არა იმის გამო, რომ პოლიციელები მხარს გიჭერენ და უბრალოდ არაძლევენ საშუალებას ამ მომრჩეველს, რომ შენს წინააღმდეგ, როგორც ჩრდილოეთ კორეაში იყო, ან როგორც თქვა, თუნდაც იგივე კუბაზე სანამ ფიდელ კასტრო და ბატისტას რეჟიმის პერიოდში, ან მუსოლინის, რომელმაც პარტიები გააუქმა და ასე შემდეგ. ანუ დემოკრატია მარტო ის კი არ არის, რომ შენ შეგიძლია ილაპარაკო და აკეთო ის, რაც შენ გსურს, ნუ ბუნებრივია ფარგლებში რაღაც ფორმატში უნდა იჯდა. დემოკრატია არის ის, რომ შენი სასამართლო არის აპოლიტიკური. სასამართლო არ ემორჩილება არც პარლამენტს, არც ვიღაც ერთ ადამიანს, რომელსაც მიაჩნია, რომ არის ქვეყნის ბატონ-პატრონი და ასე შემდეგ. სასამართლო არის სრულად დამოუკიდებელი. ასევე დემოკრატია არის ის, რომ ქვეყანაში ძალოვან სტრუქტურას არ ეკნობა ხელისუფლება, არ ეკნობა, აი მაშინ არის დემოკრატია და ის ძალოვანი ასრულებს თავის მოვალეობას, რომელიც გაწერილია როგორც კონსტიტუციაში, ასევე სხვა კანონებში, რომელსაც ის ემორჩილება და კანონს იქით ის ვერ გავა. ამას ასწავლიან ბავშვობიდან, მე მგონი სკოლებში, რომ უნდა დაემორჩილო კანონს და ორმაგი და სამაგი სტანდარტი არ არსებობს დემოკრატიულ ქვეყანაში, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ბუნებრივია კონსტიტუცია არის უმაღლესი კანონი, რომელსაც უნდა ემორჩილებოდე. რაც არ ხდება სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში და ყველაზე საინტერესო გიორგი, ყველაზე საინტერესო ხდება საფრანგეთში. საფრანგეთში არ არის კოალიციური მთავრობა, არის გამარჯვებული პარტია აყალიბებს εμას, რა ქვია, მთავრობას, თუმცა არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც კოაბიტაცია იწყება და რაღაცა იქ თუ პრეზიდენტი გადავიდა ზე, მაშინ მისი ოპოზიცია აყალიბებს მთავრობას. მაგრამ საინტერესო რაღაცა არის. ევროპაში და დემოკრატიულ სახელმწიფოებში შინაგან საქმეთა მინისტრი, ანუ პოლიცია და სამხედრო ხელისუფლებას კი არ ემსახურება სახელმწიფო სამსახურში დგას. საფრანგეთში საოცარი რაღაცა ხდება. საფრანგეთში არჩევნებში ცენტრალური საარჩევნო კომისია არ არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო და შინაგან საქმეთა მინისტრი არის გარანტი იმის, რომ ქვეყანაში ჩატარდება დემოკრატიული არჩევნები. ანუ შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს დემოკრატიულ არჩევნებს და არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის ისტორიაში, რომ რომელიმე პარტიას გონებოდეს შინაგან საქმეთა მინისტრთან ან შინაგან საქმეთა სამინისტროს და რაიმე სახის პრეტენზია მაინც არჩევნების ლეგიტიმაციის ან ავკარგიანობის შესახებ. არ ყოფილა. კი ბატონო, ეს იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ ის ინსტიტუტი, რომელსაც ენდობა ხალხი, ის ინსტიტუტი ატარებს არჩევნებს. თუ მაგალითად ხვალ ეჭვი შეეპარებათ, ანუ მინისტრში შეეპარებათ ეჭვი, კონკრეტულად იმ ჩატარებულ არჩევნებში შეეპარებათ ეჭვი, ბუნებრივია ინსტიტუტი ამ პრივილეგიას დაკარგავს, ხო ასეა? რა თქმა უნდა. ის მინისტრი საერთოდ პოლიტიკიდან წავა, აი მისი ალბათ ერთი ხუთი თაობა ვერ მოbrunდება პოლიტიკაში. ჩვენ აი სარკოზის მაგალითზე ვსაუბრობდით მე და შენ გიორგი წინა იმაზე, ხო მე მგონი გადაცემაში. სარკოზის მაგალითზე ვსაუბრობდით, რომ ყოფილი პრეზიდენტი აღმოჩნდა სასამართლოს სკამზე, ხო? ანუ სასამართლოს წინაშე მას მოუწია პასუხი აგო იმაზე, რაც ჩაიდინა, ნუ ჩვენ არ ვიცი ჩაიდინა თუ არ ჩაიდინა, თუმცა ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ხდებოდა დაფინანსება კადაფის მხრიდან რაღაც თანხები აღებული, მაგრამ ამას ყველაფერს თავი დავანებოთ, ჩვენი საქმე არ არის. მე ვამბობ, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ფაქტიურად არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, რა თანამდებობა გიკავია. შენ ორმაგი და სამაგი სტანდარტი მანდ არ მუშაობს, თუ ხარ დამნაშავე, უნდა დაისაჯო და მით უმეტეს, თუ ამას ახმაურებს მედია საშუალება, რომელიმე მედია საშუალება, თუ ამას ახმაურებს, პირდაპირ ყურადღების ქვეშ ექცევა კონკრეტული გახმაურებული საკითხი.
ჩვენთან, გასაგებია როგორ არის, ჩვენთან არსებობს სხვადასხვა მედია საშუალებები, რომელიც არის ეგრე პროდასავლური, ასე ვთქვათ, ოცნების მედია საშუალებები, რომლებიც ერთ-ერთს აჟღერებს მეორეს, ხალხი დაბნეულია, ვის დაუჯეროს ვირა და ორ ბანაკად არის დაყოფილი. აი, ასეთი დაყოფა პოლიტიკურ ნიშნად საფრანგეთშიც არის და თქვათ ყველგან, მაგრამ ნდობის თვალსაზრისით როგორც მე ხვდები, საფრანგეთში ასეთ დაყოფა არ არსებობს. ანუ შეიძლება მარი ლა პენს აძლევდეს ხმას პოლიტიკური რაღაც მისი პოლიტიკური მსოფლმხედველობა მოსწონდეს ადამიანს და მას უჭერდეს მხარს, ზოგი მაკრონს უჭერს მხარს, ზოგი კიდე სხვას ვიღაცას, მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულად ინსტიტუტებს, რომლებიც არის ის ძირეული საკრდენი სახელმწიფოსი, ანუ იმ ინსტიტუტების მიმართ, მით უმეტეს მედიის მიმართ ამ კუთხით, ნდობის დაკარგვა არ არსებობს საფრანგეთში. ხო, სწორად გავიგე. არ არსებობს, მით უმეტეს საფრანგეთში არის პარტიული მედია, არის მემარცხენე მედია, მემარჯვენე მედია, კომუნისტური პარტიის მედია არის ლუმანიტე, რომელიც ისეთ იგივე წერს, რასაც მონდი, ფიგარო და ეს არა მხოლოდ სარედაქციო წერილით აქ როგორ არის პარტიული მედია რაღაცა სარედაქციო წერილით შემოიფარგლება ამა თუ იმ პარტიის მხარდაჭერა. დანარჩენი ის არის აბსოლუტური ნეიტრალიტეტის და აბსოლუტურად სიმართლის მწერი ეს რა ქვია. ეხლა მე სულ მოაქვს ხოლმე ესეთი მაგალითი პირველად ფრანგულ მედიაში 2007 წელს მივედი რადიო 6 წელს მივედი რადიო ფრანს ინტერნაციონალში რა მანამდე ასოციეიტედ პრესში მუშაობდი რეიტერში ასე შემდეგ და მოკლედ ზუსტად სარკოზის არჩევნები დაიწყო და ჩემი რედაქტორი იყო ეს ძალიან ცნობილი ქალბატონი დომენიკ დუტეი რომელიც სამსახური რომ თავდებოდა, ეხლა ჩვენ მაინც ეს არა გვაქვს, რა ქვია, საზოგადოებრივი მაუწყებელია, რადიო ფრანსის საზოგადოებრივი მაუწყებელია, რომ თავდებოდა ეს რა ქვია, სამუშაო საათები მიდიოდა და აგიტატორი იყო სარკოზის პარტიის აგიტატორი. გაიმარჯვა სარკოზი არჩევნებში და ზუსტად ერთ კვირაში უსმენ, ეხლა მინდა არ მინდა უსმენ რადიოზე დომენიკ დუტეის გადაცემა. მიწასთან გაასწორა სარკოზი. არა 100 დღის ეს იყო, რა ქვია, სარკოზის 100 დღის მიწასთან გაასწორა სარკოზი. დაურეკე მეთქვა დომენიკ რა. კაცო, შენ აგიტატორი არიყავი? ცირა არის მეთქვა. ყველაზე მთავარი ის არის მე მისი მხარდამჭერი როგორ დავინახავ მის მოქმედებას. კარგს გააკეთებს კარგს ვიტყვი. ცუდს გააკეთებს ცუდს ვიტყვი. გასაკრიტიკებელია გავაკრიტიკებ, იმიტომ რომ მე მედია ვარ, მე 4 ხელისუფლება ვარ, მე ვერ დავმალავ. ვისი მხარდამჭერიც არ უნდა ვიყო მე. ეს არის ამოსავალი წერტილი. გადახედე ქართულ მედიებს, გიორგი რა ხდება, ხო? ჩვენ არანაირ სტანდარტის მე-4-საც ვერ ვასრულებ და ვაკმაყოფილებ. მე ვფიქრობ, რომ ობიექტივი მაქსიმალურად ობიექტურია. ჩვენ ვცდილობთ ყველანაირად ობიექტივა ჩვენ დრაბია გასოს მოტრიალე კამერა რო გქონდა ხო იმით ხელისუფლება შევცვალეთ იმაში რა კი ბატონო გოჩა არა გისმენდით ეხლა და მართლაც იქნება ეს კაცი გადასარევად აბა არ იქნება იმიტომ რომ ნახე რაც მოყვა ანუ სხვა ფასეულობათა სისტემაა ამ ფასეულობათა სისტემამდე ვერ მივედით. ჩვენ დასავლეთს როცა ვლაპარაკობთ და იმაში ევროკავშირში შესვლაზე, ხო, ჩვენ გვინდა რაღაც გეოგრაფიულად აღმოვჩნდეთ სადღაც ამ იმაში და აზროვნებით, არა, ვერ მივდივართ იქამდე. ვერ ვახერხებთ, იმიტომ რომ წარმოიდგინე, წინა ის ქონდა ჩვენ გადაცემები და იქ რაღაც ის მოგვიწია საუბარი იმაზე, რომ დარჩა ადამიანების გარკვეული კატეგორია, რომელიც ძალიან კარგად ხვდება სად არის სიმართლე, სად არ არის. ძალიან კარგად ხვდება, რომ რაღაცა გასაკრიტიკებელია, მაგრამ შინაგანად ვერ ძლევს იმას, რომ იმის გამო, რომ ეს ხელისუფლება, რომელიც მიაჩნია, რომ მას ხმა მიცა, ეს ხელისუფლება იმის გამო, რომ შეიძლება არ მოწონს როგორც თვითონ ამბობს, მაგრამ ჯობია რაღაცა სხვას, ამიტომ იძულებულია ცუდი შემთხვევაშიც კი დაიცვას და თავის მოვალეობა თulis ამას. მან კარგად იცის რომ შენ თქვა Facebook-ზე რომ დაწერე და ის ნოველასავით რომ ჩამოაყალიბე იმაზე რა ქვია ტრამპის და მესის განა მას არ ეცინება განა მას არ მაგრამ მან იცის რომ არ შეიძლება ესე მოქცევა მას გონია რომ ის ვალდებულია დაიცვას ოცნება და ესაა საშინელება და ამ დროს კი არ იცავ ხუპავ
თორე პირველი შენ რო გამოხვიდე, ტიპი წერდა ერთი რა, სახელდაგვარს ამნიშნულობა აქვს, მეორე ადამიანზე რომ შენო კაცო რო გამოხვედი და იმის დროს როდესაცო მეო მიშას ვებრძოდიო, ასეთ დღეში ვიყავიო, მაშინ შენ ამას და ამას აკეთებდიო. და ეხლა რო გამოდიხარო და ვითომ ადამიანის უფლებებს რო იცავ. და შეკაიდეთ მამიშვილო, თუ იმის დროს იბრძოდი და იცავდი, დღეს როცა ირღვევა, ამის სალაპარაკო სანამ გახდება, რომელსაც თურმე მორალური უფლება არ აქვს ამაზე ლაპარაკის, მაშინ პირველი შენ გამოდი და შენ თქვი. პირველმა შენ გააკეთე ის განცხადება რომ და ეს ვერ გამოვიმუშავეთ გესმის და ამიტომ არის რომ სწორედ რომ ევროპისკენ ალბათ მივდივართ მაინც იმიტომ რომ თაობა წამოვიდა რომელიც შედარება არ არის რასაკვირველია იმასთან რომ თავისუფლები არიან შეიძლება კომპეტენცია აკლდეთ რაღაცა ნაწილს შეიძლება რაღაცა მოგწონდეს მათი არ მოგწონდეთ მაგრამ აი ეს ყველაზე მთავარი აქვს მათ რასაც ფიქრობენ იმას ამბობენ და ამაში თავისუფლები არიან. შეიძლება არ მოგწონდეს გამოხატვის ფორმა, შეიძლება არ მოგწონდეს მისი ასე ვთქვათ ის სიღრმე, როცა საკითხზე ლაპარაკობს, მაგრამ რასაც ფიქრობს, იმას ამბობს. ჩვენთან რასაც ფიქრობ, იმას მეგობრებში ვიტყვი, მაგრამ თურმე გამოვალდაც იმაში, რა ვქო, საჯაროდ უნდა ვთქვა სხვანაირად. ორმაგ სტანდარტში უკვე თვითონ ცხოვრობთ. ორმაგი სტანდარტი მიგვაჩნია ნორმად და ეს არის პრობლემა, თორე ის რაც შენ აგერ პირველივე წლებში რო ჩახვედი და ნახე. ხო, თურმე აგერ შენი რედაქტორი, რომელიც როგორ თulis და როგორ ამბობს, ხო, მას მოუწია შენთვის ახსნა ამისი გამიგერო. მე ზუსტად ის ადამიანი ვარ, რომელიც ხარდამჭერი ვარ. მისე და ამიტომ პირველმა მე უნდა დავინახო. პირველმა მე უნდა გავაკეთო ეს. ჩვენთან ეს კულტურა რა, ალბათ მოვაჯდრო და შემოვა. და მართლაც გაგიხარდება ადამიანს, როდესაც შენი მხარდამჭერი რო გეუნება, როგორც ახლობელი მე მეგობრობა ამათ მიმაჩნია, ასე გავიზარდეთ ჩვენის თაობა ვართ, რომ მეგობრად რო გთვლი, მაშინ გეტყვი, რომ რა შვები ეს. ან ეს როგორ ჩაიცვი გეტყვი. თუ სხვა ვერ გაგიმი, შეიძლება ვერ გითხრას. ან გითხრას ეს როგორ მოიქეცი, კაცო ეს როგორ თქვი, იმიტომ რომ ასე ვთვლიდით ჩვენ. რომ მეგობრობა არის, სანამ მტერმა დაინახა, კაცო და სანამ ვიღაცა უცხომებას დასაცინი არ გახდეს, მანამდე უნდა უთხრა ჩემს მეგობარს. ასე უნდა უთხრა საკუთარ მთავრობასაც, როცა ის აფუჭებს საქმეს და უკვე დაზიანებაზე გადავიდა. ქვეყნის დაზიანებაში ვართ შესული, კაცო, საშინელ მდგომარეობაში ვართ, ხო, რომ ქვეყანა არის იზოლაციაში. რამის არის ნეიტრალიტეტი დაარქვა. ეხლა ამ იზოლაციაზე, ჩვენ ეს იზოლაცია არავინ ყურადღებას რო არ გაქცევს და არავინ რო არ გელაპარაკება და არ გთulis, ეს არ ნიშნავს, რომ შენ სუვერენული ხარ, ნეიტრალური ხარ და თურმე რა კარგათა ხარ. აღარც გთვლიან საერთოდ ამ პოლიტიკურ უკაზე არაფრად. აქ პრობლემა გვაქვს, მე ყოველთვის ამას ვამბობ, რომ პრობლემა გვაქვს სასამართლო თავარი. ხო, სასამართლო სისტემაში. საფრანგეთში, ბელგიაში, რა ვიცი, ევროპის ქვეყნებში. მანდ აი აქ რო ამბობენ ხოლმე, თუ ოცნება არა მოვა ნაცი, ხო, ექსულელური გამონათქვამია, ეს უკვე მათემატიკურად არაერთხელ ავხსენით, რომ თუ 8 ნომერს შემოხაზდა, ნაცი ვერ მოდის ვერანაირად, უბრალოდ ოცნებას დააკლდება ის პროცენტი. მაგრამ ნუ ამას თავი დავანებოთ. საიდან მოდის ის, რომ თუ ოცნება არა მოვა ნაცი. აი ზუსტად იქიდან მოდის, რომ სასამართლო სისტემა არის მოშლილი. იმიტომ რომ სასამართლო სისტემა რო იყოს დამოუკიდებელი რეალურად, მე არ მეშინია, ვინც არ უნდა მოვიდეს, თუ მე შემეხო არასწორად, მივდივარ სასამართლოში და სასამართლო მე გამომართლებს და გაამტყუნებს ხელისუფლება იქნება ის თუ ვინმე სხვა. ამას მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ მეშინია როდის, როდესაც მე ვიცი, რომ სასამართლოს მართავს ხელისუფლება და ის რაც ხდებოდა სააკაშვილის პერიოდში, ის რაც ხდება დღეს მაგალითად, ხო? შენ უკვე აი ცუდს და უარეს შორის აკეთებ არჩევანს, რომ ესენიც იჭერენ, სვავენ, მაგრამ ისეთი დამოკიდებულება მაინც არ არის, როგორც თქვათ იყო ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდში, რომ ქუჩაში ხრეთნენ ხალხს, სასამართლოში შეიძლება, რა ვიცი, 25 წელი მიენიჭათ, ისა მიესაჯათ იმისათვის, რომ 4 ბრობალი მოიპარა, შეეკრიბათ რა და ასე შემდეგ. ანუ აი ამაზე ამახვილებს ყურადღებას ამომრჩეველი, რაც არის ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, შეცდომა. და ყველაფერი საიდან მოდის ზუსტად იქიდან, რომ სასამართლო არ არის თავისუფალი, თორე ჩვენთან რო იყოს თავისუფალი სასამართლო, კიდევ ერთხელ ვამბობ, არც ერთი მოქალაქე იმაზე არ იფიქრებდა, რომ ბიჭო, როგორ შეიძლება მე ახლა ავირჩიო, რა ქვია, სხვა ვინმე, შეიძლება მოვიდეს ნაცმოძრაობა, ის იმაზე კი არ ფიქრობს, ვინ მოვა, ის იმაზე ფიქრობს, ვინც მოდის, რას მთავაზობს. იმიტომ რომ მე არ მეშინია, ვინც არ უნდა მოვიდეს, უბრალოდ რას მთავაზობს, იმიტომ რომ თუ არ მომეწონა, თუ თქვა დავიჩაგრე, მივდივარ პირდაპირ სასამართლოში. ის არის მესამე ხელისუფლება, დამოუკიდებელია გამამართლებს.
აი ამ ექში ზუსტად აი და მართლაც გიორგისაც მიცეც კიდე საშუალება აი რატომ არის შინაგან საქმეთა ministri არ არის მნიშვნელოვანი გარანტი ერთი არჩევნების და მეორე არ არის თავარი წამყვანი ძალოვანი ჩვენ იმიტომ რომ სასამართლო როცა გააქვს შინაგან საქმეთა ministrმა რომც მოინდომოს თქვა და რაღაცა პოლიტიკური მიმართულებით წავიდა და დაიჭირა გიორგი ლომია სასამართლოში რომ ის მოსამართლე ხო ეთქვის შე რომ მოიყვანე ეს კაცი და არ არის და გამოგიშვებს ანუ სასამართლო სისტემაზე განაპირობებს მე უკვე იმას რომ ძალოვანი სტრუქტურის მიმართ აღარ იქნება ესეთი ჩაჭიდება იმიტომ რომ დღეს ძალოვანი ჩაგიგდებს რასაც გინდა გაგიკეთებს სასამართლო გააправებს და დამთავრდა აქედან გამომდინარე ამ წლიდან ვერ გამოვხდება ყველაფერი იწყება სასამართლო სისტემიდან იქნება თავისუფალი მაშინ საუბრობ დემოკრატიაზე არ არის თავისუფალი ნუ ვართ ისეთ დღეში რადგან უმაღლესი ინსტანცია ხელისუფლების ეს არის სასამართლო ხელისუფლება ხო როდესაც შენ საფრანგეთში და დემოკრატიულ სამყაროშიც ესე არის რაღაცა პრობლემა შეიქმნა შენ მიდიხარ სასამართლოში ეს მიდის ოპოზიციაც ეს მიდის ხელისუფლებაც იქ საფრანგეთში და ბელგიაში და დემოკრატიულ ქვეყნებში ძალიან ბევრი კანონია რომელიც გავიდა თქვა და მე ოპოზიცია რომელიც არ იყო თანახმა ამ კანონის ეს კანონი წაიღო და მიიტანა კონსტიტუციურ სასამართლოში კონსტიტუციურ სასამართლოს დაუდია ვეტო გაუქმებია და უკან დაუბრუნებია ეს განსახილველად იგივე არის ზუსტად 8 წელია საფრანგეთში აი 8 წელია მიდის აი ბაგირის გადაწევა ევთანაზიის კანონის შესახებ ვერ მიბიდნენ ვერანაირ კონსენსუსამდე, იმიტომ რომ ზუსტად კონსერვატორები, სულ ორი დეპუტატი იჯდეს კონსერვატორი იმაში საფრანგეთის პარლამენტში და გავიდა ის, ხო, მოკიდებს იმ კანონს ხელს, წავა საკონსტიტუციო სასამართლოში და საკონსტიტუციო სასამართლო სწორედ ზუსტად განჩინება გამოაქვს ისე, როგორც არის საჭირო, ხო? აი წარმოუდგენელი რაღაცა ხდება. 8 წელია მიდის ასე ვთქვათ ბაგირის გადაწევა საპენსიო რეფორმაზე. ვერც ერთმა პრეზიდენტმა მოყოლებული და რა ქვია ფრანსუა ოლანიდან ვერც ერთმა პრეზიდენტმა ანუ ვერც ფრანსუა ოლანმა და ვერც რა ქვია სარკოზიმ მაკრონმა ვერ გაიტანეს საპენსიო რეფორმა ისე როგორც უნდა. გაიტანენ 59 პარაგრაფით გაიტანა და გაასაჩივრეს და საკონსტიტუციო სასამართლო უკან დააბრუნა ეს კანონი ემას. აბა კაი დედიშვილია ვინმე და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადგენენ და არ მიიღონ და არ გაითვალისწინონ და არ გააკეთონ, ხო? წარმოუდგენელი რაღაცა. ჩვენთან აი მიიღებს კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში თუ გინდა თვარეზე წაიღებ. მაინც გადაწყვეტილება მასეს რა ქვია იტყვის რომ ესე არისო შავზე გეტყვის თეთრია ნუ ჩვენ რო წაგვართვეს კომისიის წევრები რაც კონსტიტუციით გვეკუთვნოდა რომ წაგვართვეს კონსტიტუციის სასამართლო საბოლოო ჯამში რაც გეუბნება გეკუთვნის ნუ მაგრამ არ გეკუთვნის გვახსოვს ჩვენ ხო ეს ფრაზა გეკუთვნის და არ გეკუთვნის ებაზავეთო ბავშვობაში რომ ვერს მიიღებ არ დაგეკარგება რაღაც ეგეთი გეკუთვნის მაგრამ არ გეკუთვნის ფაქტობრივად ჩვენ საუბრობთ კიდევ ერთხელ ვამბობ ამ მაყურებელმა რომ გაიგოს როდესაც საუბრობთ რომ ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ დემოკრატიული ქვეყანა, ჩვენ გვინდა რომ სამართლიანობა აღდგეს ამ ქვეყანაში. სამართლიანობა როგორ შეიძლება აღდგეს, თუ გადაწყვეტილება არის არასამართლიანი. სამართლიანობა შეიძლება აღდგეს მხოლოდ სამართლიანი გადაწყვეტილების შედეგად. და თუ სასამართლო არის პოლიტიზირებული და ასრულებს კონკრეტულ დავალებებს, ბუნებრივია რომ ჩემთვის, თქვენთვის სამართლიანობა ვერ აღდგება. ის არის კონკრეტული დავალებების შემსრულებელი. პირველ რიგში თუ გასუფთავდება სასამართლო სისტემა, თუ გახდება სასამართლო სისტემა მართლა თავისუფალი, მართლა დამოუკიდებელი, აი როგორც არის თქვა ევროპაში, სადაც მე მეცოდინება, რომ რაც არ უნდა მოხდეს ქვეყანაში, მე პრეზიდენტს დავეჯახები, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტს არ აქვს მნიშვნელობა, თუ მე მართალი ვარ, მე ყველა შემთხვევაში გამამართლებენ. სანამ ეს არ მეცოდინება მანამდე ყოველთვის იქნება ფიქრი, ვინ რომელი ხელისუფლება ჯობია. ეს ჯობია თუ ის ჯობია.
წინააღმდეგ შემთხვევაში თუ სასამართლო არის რეალურად დამოუკიდებელი, მე იმაზე კი არ ვფიქრობ, ხელისუფლება რომელი ჯობია, ვინ რას მთავაზობს, რა პროგრამით მოდის და მე 4 წელიწადში მე მაგას ვუთვლი, რა აქვს შესრულებული იმ პროგრამიდან. თუ არაფერი არ აქვს შესრულებული, ან თქვათ 10%, 20% აქვს შესრულებული, აღარ ვენდობი და აღარ ვცდილობ დავტოვო მეორე ვადით. და დღეს, როდესაც ამბობენ, რომ მეორე აი ხო მეოთხე ვადით არის ოცნება და იმით ამაყობს, რომ აი ჩვენ ხალხი მხარს ხალხი შენ კი არ გიჭერს მხარს. შენ შექმნე მოკალი პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში, დატოვე უბრალოდ საფირწონეთ, დატოვე ნაცმოძრაობა და ეს გაერთიანებული დასავლური ძალები, რომელზეც ყოველთვის თიც იშვერ და ამბობ მე თუ არა ესენი მოვლენ და მე ნახეთ რა იქნება, რატო ამბობ რომ ნახეთ რა იქნება? შექმენი თავისუფალი სასამართლო და არაფერი არ იქნება. დამოუკიდებელი გახადე სასამართლო და არაფერი არ იქნება, ვინც არ უნდა მოვიდეს. თუ შენს დამნაშავე არ ახარ, ის სასამართლო არ გაგასამართლებს. მაგრამ იმის გეშინია რომ მართლა დამოუკიდებელი რო გახადო სასამართლო მე ხალხს კი არ შეეშინდება ვინ მოვა მაგრამ შენ შეგეშინდება სხვა რომ მოვა და შენზე რომ ბევრი საქმე აღიძვრება ის მოსამართლე რომელიც მართლა დამოუკიდებელია იძულებული გახდება რომ გაგასამართლოს სხვა გზა არ ექნება იმ რომ ის სამართლიანი მიდგომით იქნება განჭვალული და არა იმით რომ ვიღაცის დავალება პოლიტიკური დავალება შეასრულოს ამიტომ არ ქნია საარჩევნო დარღვევებსაც თვითონ დაინახავს ეს სასამართლო და პროკურორი რა თქმა უნდა როგორ შეიძლება მე მახსენდება თუნდაც 2016 წელი ან 2014 წელს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ჩატარდა შუალედური არჩევნები და საგარეჯოში ირმა ინაშვილმა იყარა კენჭი და ჩვენ ვიგებდით ყველა და მე ჯარი შეიყვანა და ჯარი შეიყვანა და ჯარის ხარჯზე მოემატა საგარეჯოს რაიონს მოსახლეობა მოიმატა. აი ეგ ხო საერთოდ წარმოუდგენელია, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. იმდენი დარღვევა მოვაგროვეთ, სასამართლომ არც ერთი არ მიიღო წარმოედგინე. ბიჭო, ბოლოს და ბოლოს ის მაინც დამანახე რომ მუშაობ. რო კი აი აქ არის დარღვევა და ნუ აი რაღაც მცირედი არა, ნუ არც ერთ სარჩელში დარღვევა ვერ იპოვა მოსამართლემ. ეხლა ისმის კითხვა, ასეთი არჩევნები რო ტარდება და მართლა რეალურად ფაქტობრივ მასალას როდე ვიდეო მასალას, იქ ტექსტობრივ მასალას, როგორ შეიძლება მოსამართლემ ვერ დაინახოს ვერც ერთი დარღვევა, რომელიც ხდებოდა არჩევნების პერიოდში. 2016 წელი აიღო უკვე საპარლამენტო არჩევნები. აიღო 2020 წელს უკვე და 24 წელს აღარ საუბრობ. მაგრამ ადამიანებს უნდა სჯეროდეთ, რომ ჩვენი ბრძოლით, ჩვენი ასე ვთქვათ, სიმტკიცეთ, ჩვენ შეგვიძლია რომ მივახციოთ და საბოლოო ჯამში ხელისუფლებაში ისეთი პოლიტიკური ძალა მოვიყვანოთ, ეროვნული პოლიტიკური ძალა, რომელიც მართლა გაათავისუფლებს იმ სასამართლოს პოლიტიკური წნეხისგან და გახდება აპოლიტიკური, სრულად აპოლიტიკური სასამართლო იქნება და მოქალაქეს უკვე აღარ შეეშინდება, რომელი პოლიტიკური პარტია გაიმარჯვებს არჩევნებში, იმით რომ მას ეწოდინება, რაც არ უნდა მოხდეს, სასამართლო ყოველთვის მას დაიცავს, თუ კი არასამართლიანად ვინმე მიუდგება. აი ამის უნდა გვჯეროდეს და მანამდე, სანამ სასამართლო სისტემა არის პოლიტიზირებული, დემოკრატიაზე საუბარი ცოტა რთულია, არა, ახლა მე როცა სასამართლო არის პოლიტიზირებული, ზუსტად ეს ჯარი და ეს რა ქვია, პოლიცია იწევს მაღალ დონეზე ამოდის, იმიტომ რომ მექანიზმი რომელთაც შენ ეს უნდა დააშინო, შენი ეს რა ქვია, ოპონენტი და მე რომ სასამართლომ გაგიправოს არის ზუსტად შინაგან საქმეთა და ძალოვანი მინისტრები, ხო, ეხლა შენ წარმოიდგინე რომ პოლიციელმა ჩაგიდოს ეს რა ქვია საფრანგეთში ან ბელგიაში ან თუნდაც რუმინეთში ვლაპარაკობთ ამ საფრანგეთსა და პოლონეთში, რუმინეთში და ლიტვა, ლატვია, ესტონეთი ჩაგიდო პოლიციელმა რაღაცა ნარკოტიკი, ხო? წარმოუდგენელია ამას იმ პოლიციელს თავისი არ მიუძღვენ და შენ არ გაგამართვა. წარმოუდგენელი რაღაცა არის რა ეხა რასაც უყურებთ ჩვენი კოლეგის აგერი ამაღლობელის ემაზე რა ქვია სასამართლო პროცესება ბათუმში ხა კი გვეცინება მაგრამ სასაცილო არ არის ეს ძალიან სატირალი რაღაცა არის ჩვენ გიორგი და გოჩა ძალიან სავალალო მდგომარეობა გვაქვს მაშინ რა ქვია სასამართლო სისტემაში ჩვენ ყავს მოსამართლეები რომლებიც დასანქცირებული არიან ჩვენ ყავს მოსამართლეები რომლებზეც სტრასბურგის განაჩენია დამდგარი ჩინჩალაძეზე სტრასბურგის განაჩენია ბრიტიშვილის
სტრასბურგის განაჩენია იმაზე რა ქვია მურუსიძეზე ხო ანუ ჩვენი ესა რა ქვია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული გადაწყვეტილება ფაქტურად არალეგიტიმურად შეიძლება ჩაითვალოს და არალეგიტიმურია ეს რომ ვიღაცა მადგეს მე და სტრასბურგში გაასაჩივროს იმიტომ რომ ეს ხალხი გვიზის ჩვენ სასამართლო ემაში რა ქვია სისტემაში ხო აი რაზე ვლაპარაკობ მე რომელ არჩევნების სწორად ჩატარებაზე რომელ ცესკოზე რა თქმა უნდა რომელ ემაზე რა ქვია კომისიის წევრებზე ველაპარაკები როდესაც დასანქცირებული და სტრასბურგის განაჩენის ქვეშ ყოფესა რა ქვია მოსამართლეები და სასამართლო სისტემა გაქვს სახელმწიფოში თუმცა დღეს პაპუაშვილის განცხადება წავიკითხე სადაც ის ამბობს რომ ფაქტურად გამარჯვებულები არიან, აგერ ოპოზიციამ ვერაფერს ვერ მიაღწია, უკვე ნელ-ნელა იწყება საუბარი დასავლეთთან, რაღაც გზები მოვნახეთ, ეს დავითაშვილი რო შეხვდა პავიშკების მამიდას. არა, დავითაშვილი შეხვდა სახელმწიფო დეპარტამენტის, ხო, კავკასიის რეგიონის კურატორის მთავარ მოადგილეს რა, ანუ თავარი კურატორის თუ რაღაცა იყო და მე დავარქვი პავიშკების მამიდან. ხო და ანუ მათთვის ეს უკვე არის გარღვეული კედელი ფაქტურად დაინგრა და უკვე გაარღვიეს ეს ბლოკადა და იწყებენ საუბარს. მე არა ვარ, აი მაგალითად, მე არა ვარ წინააღმდეგი, ვერც ვიქნები წინააღმდეგი, ბუნებრივია, მე ვინ მკითხავს, მაგრამ ზოგადად შინაგანად არანაირი აი შეგრძნება რაღაც საწინააღმდეგო არ მაქვს. კარგია, ალაგებ, ძალიან კარგია თუ დაალაგებ. ეგ არ არის ცუდი. ხო, ძალიან კარგია თუ დაალაგებ. ჩვენს მაგას ვითხოვთ რომ დაალაგე ევროპასთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ნუ გავხდი რაღაცა იზოლირებულ სახელმწიფოს. რო საბოლოო ჯამში ეკონომიკურ კრიზისში არ აღმოჩნდეთ, რო საბოლოო ჯამში იზოლაციაში არ აღმოჩნდეთ და ასე შემდეგ. კარგია თუ დაალაგებ, მაგრამ ალაგებ რო შენ გამოდიხარ და მეუბნები რომ ყველაფერი კარგად არის. რა არის? ანუ შენი მიზანი რა არის? შენი მიზანი არის რომ ხალხმა დაინახოს რომ შენ დაელაპარაკე ვიღაცის რაღაც კურატორის მოადგილეს. შიდა ბაზარზე გაიყიდა. ეს არის. მაგას ვამბობ, ანუ შენი ამოცანა ხალხს დაანახო ეს. ის კი არ დაანახო რომ მელაპარაკება ვინმე თუ არ მელაპარაკება ხალხნო, აგერ მე ხო ამას ვაკეთებ. აგერ თქვენ იქ გაგიუმჯობესდათ რაღაც სფეროში რაღაცა იქ წამლებზე ფასი დავარდა, იქ რაღაც მუნიციპალური რაღაც ბინათმშენებლობა დავიწყე და აგერ რამდენი უსახკარო დავაბინავე. ამაზე კი არ მელაპარაკებ. მელაპარაკები იმაზე რომ აი დაინახე მე გამარჯვებული ვარ. შენი გამარჯვება ჩემთვის როგორც ჩვეულებრივ მოქალაქისთვის შენი გამარჯვება არის ჩემი გამარჯვება და ამ შემთხვევაში ეს არის მხოლოდ შენი გამარჯვება პოლიტიკური თუ არის გამარჯვება ზოგადად ჩემი გამარჯვება ეს არ არის ჩემი გამარჯვება ეს იქნება ჩემთვის როდესაც რაღაცა შეიცვლება უკეთესობისკენ ეკონომიკა გაძლიერდება ეკონომიკის გაძლიერებას მე ვიგრძნობ იმით რომ სამუშაო ადგილები შეიქმნება მე ვიგრძნობ იმით რომ მიგრაცია შეჩერდება და მიგრაციაში წასულ ქართველს აღარ დავინახავ რომ ქართველებმა აქ ნახეს სამუშაო ადგილები აი მაშინ ვიტყვი რომ გამარჯვებული ხარ იმიტომ რომ ჩემი ხმაც გექნება სამომავლოდ ვინაიდან მე დავინახე რაღაც ზრდა აღმავლობა როდესაც შენ მეუბნები რომ შენი გამარჯვება არის ვიღაცასთან დალაპარაკება პირდაპირ გეუბნები რომ ეს ჩემი გამარჯვება არ არის ეს არის შენი ალბათ პირადი გამარჯვება ისეთივე როგორც ეხლა ხელისუფლებაში რო ხართ კარგი ხელფასები რო გაქვთ თქვენ და არა ხალხს რო სარგებლობთ სხვადასხვა პრივილეგიებით თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები და არა ხალხი ეს თქვენი გამარჯვება და თუ თქვენ ცდილობთ რომ ხალხი გაახაროთ თქვენი ამ გამარჯვებით დამიჯერეთ ხალხს არ უხარია თქვენი აი ეს გამარჯვება ხალხს არ უხარია ხალხს გაუხარდება ქვეყნის გამარჯვება და ქვეყნის გამარჯვება იზოლაციიდან გამოსვლა ურთიერთობის დალაგება ევროკავშირთან დასავლეთის სხვა ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობის გაზრდა და აი ეს არის ქვეყნის და ხალხის გამარჯვება ყველა ეს გამახსენდა ბელგიის პრემიერ-მინისტრი გი ფერჰოფშტატი რო გადადგა ემედა რა ქვია კაბინეტიდან გამოვიდა თავისი ბალონკაცაღლი ამოეთვებაში რა ქვია იღლიაში სურათი ცოლის და ფილები ჩაიდო ჯიბეში დაждდა ველოსიპედზე და წავიდა სახლში
გააცილე ჟურნალისტებმა რომ დააჭდა ველოსიპედზე და რაღაცა ესეთი ატიცავით და ეს არის სხვაობა, მენტალიტეტია თვითონ მენტალიტეტი. მენტალიტეტია სხვაობა. ხო, მაგრამ არის მენტალიტეტი, რომელიც ჩვენ მოყვება გენეტიკურად, ფაქტიურად და გვახსოვს, სხვა ჩვენი წინაპრები გვიტოვებენ ადაწეს და ამ ადაწეს ჩვენ ვემორჩილებით და მენტალიტეტი ამ ადაწესზე აგებული ეს ერთი, მეორეა, როდესაც შენ საკუთარ მენტალიტეტს ქმნი, თუნდაც უცხოელებზე ყურებით, ვთქვათ რა, მაგრამ ამ შემთხვევაში უცხოელებზე ყურებით კი არ ქმნის ეს მენტალიტეტს. ეს მენტალიტეტს ქმნის ალბათ შეიხებზე, ანუ უცხოელზე ევროპას არ გულისხმობ, ალბათ შეიხებზე ყურებით, იმით რომ ის დადის მანქანით, რომელიც სულ მოოქროვილია, რაღაც ძალიან ძვირიან სიგარებს ეწევიან და ასე შემდეგ სულ ჯეკლასის მანქანით და სულ მოძრაობენ რაღაც და ანუ იქით კი არ უნდა იყურებოდე, კაცო. შენ იქითკენ უნდა იყურებოდე, სადაც ცვლილება, რომელიც შეიძლება შენ აწარმოო შენს ქვეყანაში, უკეთესობისკენ მიიყვანს საკუთარ ქვეყანას და ხალხი ამოისუნთქებს და იტყვის, რომ კი ბატონო, აგერ საღულ ხელისუფლებას ნახე რამდენი იცვალა და ამ ჭაობიდან გამოგვიყვანა. ამ შემთხვევაში ხალხი პირიქით ამბობს საითკენ მივექანებით, კაცო, უბსკულისკენ მივექანებით. მარტო შენ გინდა იცხოვრო კარგად, მარტო შენ გინდა აკეთო. აი, შენ ხო დღეს ახსენე გოჩა რომ პარლამენტში, თუ შენ თქვი გიორგი არ მახსოვს, პარლამენტში არიან ძირითადად მილიონერები. არც ერთი პარლამენტში დღეს პარლამენტში არ მილიონერი კაცო. არც ერთ, არა, ჩვენ პარლამენტს ვამბობ, რომ ჩვენ პარლამენტში არც ერთი პარლამენტარი არ არის ბიზნესის გარეშე. არა, გინდა სპორტსმენი აიღე, გინდა სხვა, ყველას აქვს ბიზნესები და ყველას აქვს სერიოზული შემოსავალი. მე არ საუბრობ ახლა მილიონები აქვს თუ არა მილიონები, ჩემი დასათვლელი არ არის, მაგრამ ყველას აქვს ბიზნესები. შენ როდესაც ინიშნავ ამხელა ხელფასს. ბიჭო, ხო შეიძლება იმ ჩვენ რომ გქონდა ის ხელფასი, რაც გქონდა, დაიტოვე ეს ხელფასი ახლა მართ ხელფასს უნდა გააღიზიანო ხალხი. რეალურად რომ დასვა კითხვა. კი, პარლამენტარს უნდა გქონდეს ხელფასი მაღალი, ოღონდ ისეთ პარლამენტარს, რომელიც პარლამენტით საკუთარ ბიზნესს არ იცავს. ანუ იმისთვის კი არ არის შესული პარლამენტში, რომ თავის ბიზნესს პროტექცია გაუწიოს. არამედ იმისთვის არის შესული, რომ კანონები წეროს, დაიცვას ხალხის მოთხოვნები და ასე შემდეგ. დღეს ტრიბუნასთან გამოსული მე არ მახსოვს რომელიმე პარლამენტარი, რომელიც გამოვა და გააკრიტიკებს რომელიმე კანონს ან რომელიმე საქციელს ხელისუფლების მხრიდან. ანუ თქვენ გესმით, რომ დღეს ხალხი ჯიბიდან უხდის ფულს პარლამენტარს, რომელიც უბრალოდ ფულს იღებს, ჩვენ თავის დროზე მანდატებზე უარი ვთქვით ქალბატონმა ირმაინაშვილმა, გოჩა თევდორაძემ, მე 2020 წელს პარლამენტის მანდატებზე უარი ვთქვით იმის გამო, რომ უბრალოდ ტყუილად არ ვიჯდეთ, იმიტომ რომ 3 კაცი და 6 კაცი, 4 კაცი მანდ ამინც არ ქმნიდა და უბრალოდ იჯდე ფულს იღებდე და რაღაცას ლაპარაკობდე, ამისთვის არ გვინდოდა იქ ყოფნა. და თუმცა ეხლა ვფიქრობთ, რომ ბოლოს და ბოლოს ვიღაცა მაინც რაღაცას იტყოდა. უნდა ყოფილიყავით. დღეს იგი მაშინ შეცდომა იყო, მაგრამ კი ბატონო, დღეს ასეთი ხალხიც არ არის, რომ უბრალოდ რაღაცა თქვას. ყველა ეთანხმება ყველა კანონს. ანუ ყველა კანონი არის და რატო ეთანხმება? იმიტომ რომ არც ერთი არ არის კანონმდებელი. არც ერთი არ არის მათ, ვინც ამ კანონს კითხულობს. იურიდიულ კომიტეტში, დამიჯერი იურიდიულ კომიტეტში თვითონ პარლამენტარები, ვინც არიან კომიტეტის წევრები, ისინი არ კითხულობენ ამ კანონებს. კანონს კითხულობს მისი თანაშემწე, რომელიც ამზადებს, რომელიც სპეციალისტია რეალურად, რომელიც ამზადებს, ახლა შენ ხო იცი პარლამენტში ნამყოფი ხარ იცი. რომელიც ამზადებს ყველაფერს, მას კონსულტაციას უწევს, ის მერე გამოდის და ამ კანონს უკვე წარადგენს კომიტეტზე. კარგად რომ დააკვირდე, თვითონ ამ კანონის დამწერიც არ არის. უბრალოდ სპეციალისტი წერს, რომელსაც ეუბნებიან, რომ ეს კანონი გჭირდება ამისთვის და ამისთვის, თქვა. და ისევ რისთვის, რომ საკუთარი ბიზნესი იყოს დაცული, თვითონ რაც შეიძლება მეტი თანხები შემოვიდეს, აი სიგარეტი ავიღოთ, სიგარეტის აკრძალვა, მერე ის ეტიკეტები ერთნაირი და თქვენ რა მართლა გონიათ, რომ ვინმე სიგარეტს ებრძვის? რეალურად ვინმე შეერა რომ სიგარეტს ებრძვიან და ფასებს რო წევენ და ყოლოფებს რო ცვლიან და ასე შემდეგ. არა. შემოვიდა დიდი ნაკადი იმ ელექტროსიგარეტების ვინ შემოიტანა, გასაგებია ვინ შემოიტანა, იმიტომ რომ აგერ მეგობარი მყავს 200 ცალი შემოიტანა ეს ელექტრონული სიგარეტები 200 ცალი.
ოფიციალურად შემოიტანა იმდენი ხანი გაუჩერეს საბაჟოზე, რომ უბრალოდ აზრი აღარ ქონდა მე იმის გაყიდვას, იმ რომ აღარვინ აღარ ჩაიბარა, ვისთანაც ქონდა მოლაპარაკება, იმათმაც უარი თქვეს. ანუ ეს ხო გვესმის თათია დადებული და არ გაძლევენ გასაქანის საშუალებას. აი ეს არის ხელისუფლება, რომელიც, მოდი ესე ვთქვათ, ესენი არიან ბიზნესმენები, რომლებიც აღმოჩნდნენ ხელისუფლებაში და დღეს ხელისუფლება იმართება ისე, როგორც იმართება ბიზნესი, მორჩა. კი ბატონო, ჩვენთან მაგალითად ესა რა ქვია, საპრეზიდენტო არჩევნებში სარკოზის პარტიიდან იყო ესეთი ქალბატონი ვალერი პეკრესი, რომელმაც თქვა, რომ ის მოაგროვებდა 5 მილიონი მას რა ქვია ევროს და კითხეს, რომ აი შენ 5 მილიონი евро დეპუტატი რო იყავიო, აი რანაირად აგროვებ 5 მილიონი ევროს, აი გვანახე და აი ამ ქალს მოუწია, რომ აქედან კრედიტი ავიღე, აქედან ესამანემას და ეს აი წარმოუდგენელია, ანუ დეპუტატმა თქვას, რომ მე 5 მილიონს შევაგროვებ, ეს არის რაღაცა წარმოუდგენელი. საფრანგეთის არჩევნები სადღაც 2 მილიონი евро დაუჯდა ამას, რა ქვია, მაკრონს. სადღაც 2 მილიონამდე საქართველოში იმ ხელაფული აი საპარლამენტოზე ქართული ოცნების, რომელს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები იყო რაღაცა საბავშვო ბაღი რა, შედარება არ შეიძლება. ისე გადიან ესენი 22 მილიონს, 3 მილიონს და 4 მილიონს გეგონება პენიშილინზეა ლაბარაკი რა. და ეს არის 80 მილიონიან ქვეყანაში და 3 მილიონიან ქვეყანაში არჩევნებში თუ შედიხარ 1.20-25 მილიონი გჭირდება. თან კანონის შემოიტანეს, რომ ესე იგი პარტიას ფულის მოძრაობა თუ არა აქვს. ჩაუქმები. ანუ პარტია რა ბიზნესია, მამაძალე. ეგ არის ზუსტად, როცა ბიზნესმენები მართავენ პოლიტიკურ პროცესს ისე, როგორც ბიზნესი. და ეხლა პარტია უნდა გაუქმდეს თუ მას ბრუნვა ანგარიშზე ბრუნვა არ აქვს. რა სისულელეა? აი ეს პარტია და რისი ბრუნვა არ გადამრევო, პარტია პოლიტიკური პარტიაა, კაცო. ანუ შეიძლება წევრი ყავდეს, თქვათ, 50,000 ნამდვილი წევრი ყავდეს, მაგრამ საწევროს არ ახტევინებდე ეხლა, არ ვახტევინებ ჩვენ პარტიის წევრებს, არ ვახტევინებ საწევროს. და საწევრო თუ არ გადავახტევინე, ბრუნვა როგორ მექნება? რა ფული უნდა ვაჩვენო? და ისედაც ჩვენთვის პოლიტიკური პარტიისთვის მთავარი მდგენელი, ეკონომიკური მდგენელია თუ პოლიტიკური ღირებულებების მდგენელი. შენ რატო ერევი იმაში, რომ პარტიას გინდა თუ არა? აუქმებ, კაცო, იმის გულისთვის, რომ მას ეკონომიკური რაღაცა მოძრაობები არ აქვს, ხო? ანუ მხარს კი გიჭერს 50,000 თუ 100,000, მაგრამ გუნდა კონდეს და თან მე მორალს ვინ გიკითხავს, იცი? ის ადამიანები გეუნებიან და თან ასაკდნობიან, რომ პატრიოტიზმის გრძნობა უნდა კონდეს და რას გეუნება? რა გირჩევნია? ევროკავშირში შესვლა თუ სუვერენიტეტი? თან ვინ გეუნება იმას, ვისაც წინა იმაზე ამბობდი, შეცვლა ეს ადამიანები, რომელსაც მოიწყეს ცხოვრება, კომფორტი და თანინ დასავლეთში უნდათ, იმათ ექმნებათ ეხლა სანქციებით პრობლემა და თურმე ამ ჩინოვნიკებს ეს პრობლემა ექმნება, აწუხებ თურმე ამათ, იმიტომ რომ იმ დასავლეთში, რომელსაც მე მეუნებია, რომ შენ დასავლეთი არ უნდა გინდოდეს. შენ დასავლური ცივილიზაციას არ უნდა ეზიარო, მაგრამ აი ამათ რომ უშლიან ხელს რომ იქ ჩავიდეს და თავის ცოლ-შვილი წაიყვანოს, იმიტომ რომ იქ ტანსაცმელი იყიდოს, თავისი კომფორტი მოიწყოს. მე ვარ თურმე ისა, რა ქვია, არა პატრიოტი, იმიტომ რომ სად გინდა შენ იმ დასავლეთში? დასავლეთს უნდა ანაცვალო ეს ყველაფერი? ეხლა დაიწყოს LGBT ევროპა. LGBT ევროპა, ხო, ევროპა ყოფილა LGBT მარტო. აღმოსავლეთში რომ LGBT იყო, ისეთი უნდა და ეხლაც აყვავებულია ეგ საქმე. იქაც ნახეთ ერთი რა, თუძმახა. რებს გველაპარაკები, ხო? ადამიანები გონიათ აი შეურაცხყოფას აყენებენ თქო და მე ამიტომ ამბობდი, გიორგი და აქ მინდა დავამთავრო, რომ ალბათ გარკვეულ ნაწილში თვითონ თუ არ იგრძნო, აი მენტალობაზე ვლაპარაკობ. აი შენ რომ მომხრე ხარ და სინამდვილეში შეიძლება ბევრი რაღაც არ მოგწონს, მაგრამ იმის გამო რომ ჩუმად ხარ, მინიმუმ ჩუმად ხარ, თორე ისე ხანდახან შენი გრძნობისავე და შენი ხედვის საწინააღმდეგოდ რაღაცას ან დაწერ, ან რაღაცა კომენტარს გააკეთებ, ან რაღაცა დაგრძნობინებ, ის ამითი ამას იყენებს ამ შენს იმას ასეთ მოქცევას და მე მართლა თავზე გვანგრებს ქვეყანას და მე საშინელ მდგომარეობაში აი გამოუვალ კრიტიკულ სიტუაციაში შევდივართ მართლაც და ამიტომ იგრძნოს რა უნდა სულ ყველა ეს პასუხისმგებლობა. თუ მართლა გიყვარს ეს ხელისუფლებაც, არ გეუბნები ქვეყანა გიყვარს, თუ მართლა გიყვარს ბიძინა ივანიშვილი, მოდი რა ამოიღე რა ხმა რა, თუ მართლა გიყვარს ეს შენი ქართული ოცნება, ამოიღე ხმა როცა შეცდომას ჩადის, იმიტომ რომ თუ გადარჩენა გინდა მისი, მაშინ პირიქით აიღე ეს პასუხისმგებლობა და დაანახე მას და მე ის რაღაცებს მართლა შეცulis და მართლა შეიძლება გადარჩეს კაცო და საშინელ მდგომარეობაში აღარც ქვეყანა აღმოჩნდება და მართლა არ მინდა კიდევ ერთხელ ნახო რაღაცა
უბედურება ამ ქვეყანაში ღმერთმა დაიფაროს რა. მინდა ნორმალური განვითარება მოხდეს, ნორმალური არჩევნებით. აი ესე როგორც დასავლეთშია და მე მეც მინდა რომ დამერეკავს ვიღაცა რომ მეთქოს როგორ ხარ უნდა უთხრა გადასარევად ვარ. მართლა მინდა მე ესე ვიყო. მოდით ამ ნოტაზე მეგობრებო დავასრულოთ დღევანდელი გადაცემა, ჩვენი დრო ამოიწურა. მადლობა გიორგი. გიორგის და გოჩას მე პირადად დავემშვიდობები ორშაბათამდე და მე თქვენ გემშვიდობებით ძვირფასო ტელემაყურებლებო 5 შაბათამდე, 5 შაბათს შევხვდებით 6:30-ზე. კარგად ბრძანდებოდეთ.